უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე. პატარა სერაფიმეს მამა ისიდორე ნაადრევად გარდაეცვალა. მცირე ძლოვანს დედა აღათია ზრდიდა. ერთხელ პატარა სერაფიმე ტაძრის მაღალი სამრეკლოდან ჩამოვარდა. შვილო, სერაფიმე. არი ველვოდ, კარგად ვარ. მადლობა უფალს. დიდება უფალს, თავის რჩეულთ იფარავს. რამდენიმე ხნის შემდეგ პატარა სერაფიმე დასნეულდა. დედა ღელავდა, რადგან ყრმა სასიკვდილო სენით იყო დაავადებული. ამ დროს ყმაწვილმა სიზმარში ღვთისმშობელი იხილა. სერაფიმე, მე განგკურნა. მართლაც, მალე მათი ეზოს წინ პროცესიამ ჩამოიარა ჯვრებითა და ღვთისმშობლის ხატით. დედამ ხელში აიტაცა პატარა სერაფიმე და ხატს მიაახლა. ამის შემდეგ სერაფიმემ სწრაფად დაიწყო გამოჯანმრთელება. დრო გადიოდა. ყმაწვილს ძალიან უყვარდა წმინდა წერილებისა და წმინდათა ცხოვრების კითხვა. მან სიყმაწვილეშივე გადაწყვიტა თავი უფლის მსახურებისთვის მიეძღვნა და მონასტერში წასულიყო. კეთილმსახურმა დედამ დალოცა მისი განზრახვა და ჯვარიც აჩუქა, რომელსაც წმინდანი მთელი ცხოვრების მანძილზე ატარებდა. მალე სერაფიმე მონასტერში წავიდა. ის საროვის უდაბნოში დამკვიდრდა. თავის მოძღვარს ბერ იოსებს სიხარულით მორჩილებდა. გამუდმებით შრომობდა. მოწყინებისგან თავს შრომით იცავდა. ცოტა ხნის შემდეგ სერაფიმე ტყეში განმარტოვდა და ლოცულობდა. ახალგაზრდა მორჩილი წყალმანკით დასნეულდა. მთელი სხეული გაუსივდა და საშინლად იტანჯებოდა. ის ექიმს არ იკარებდა. მე სულისა და ხორცის ჭეშმარიტ მკურნალს, ჩვენს უფალს იესოს და მის ყოვლად წმინდა დედას მარიამს ვარ მინდობილი. მაშინ სერაფიმემ ზიარება მოითხოვა და ამ დროს მას ღვთისმშობელი პეტრე მოციქულისა და იოანე ღვთისმეტყველის თანხლებით გამოეცხადა. ყოვლადწმინდამ კვერთხით შეეხო სნეულს და განკურნა მისი წყლულები. ყმაწვილმა საროვის სავანეში 8 წელი დაჰყო მორჩილად. შემდეგ კი ბერად აღიკვეცა. ერთხელ წმინდანს აღდგომის მარხვის დიდ ხუთშაბათს თავად უფალი გამოეცხადა საღვთო ლიტურგიაზე. წმინდა სერაფიმემ დაბურულ ტყეში თავისი კელიის მახლობლად ბოსტანი მოაწყო, ფუტკარიც მოაშენა. ლუკმაპურ საკუთარი შრომით მოიპოვებდა, მაგრამ ძალიან ცოტა სჭამდა. ოთხშაბათსა და პარასკევს კი საერთოდ არაფერს იხმევდა. წმინდას ხშირად სტუმრობდა დიდი დათვი. ის მას თავისი ხელით აჭმევდა პურის ნატეხებს. სერაფიმეს უამრავი მომლოცველი სტუმრობდა. ამის გამო მას მყუდროება დაერღვა. შესაბამისად, წმინდანმა აკრძალა მასთან მისვლა. მისი ლოცვით მოხდა სასწაული. თავის კელიასთან მისასვლელი გზა 100 წლოვანი ფიჭვების მსხვილი ტოტებით გადაიხლართა. ახლა მხოლოდ ფრინველები და მხეცები თუ აღწევდნენ წმინდა მამის კელიამდე. წმინდანს ძალზე ძლიერ ებრძოდა ეშმაკი. ის ცდილობდა დაეფრთხო ბერი ბოროტი აზრებით. ამის გამო სერაფიმემ უფრო მეტად გაამკაცრა ღვაწლი და ყოველ ღამით უზარმაზარ ქვაზე ადიოდა ხელებაპყრობილი და ლოცულობდა. უფალო, შემიწყალე მეცოდვილი. ასე ლოცულობდა წმინდანი 1000 დღე ღამის განმავლობაში. ერთხელ ბერს ყაჩაღები დაესხნენ თავს და ფული მოსთხოვეს. მათ სასტიკად გვემეს წმინდა მამა, თავი გაუტეხეს, ნეკნები ჩაუმტრიეს. შემდეგ კი შეკრეს და მდინარეში აპირებდნენ გადაგდებას. მაგრამ იხილეს რა მისი ღარიბული კელია, რომელშიც ხატი და რამდენიმე კარტოფილი იყო, განერიდნენ მას. წმინდანი საშინელი ჭრილობებისგან ღვთისმშობელმა განკურნა გამოცხადებით. ამის შემდეგ სერაფიმე მუდამ წელში მოხრილი დადიოდა. წმინდა მამამ შეუნდო ყაჩაღებს შეცოდება და ითხოვა უფლისგან, რომ არ დაესაჯა ისინი. სიცოცხლის ბოლო წლებში ის უამრავ მომლოცველს იღებდა და ჰკურნავდა. წმინდანი ლოცვის დროს ჰაერში ამაღლებულიც უხილავთ. ბერი ყოველთვის ამბობდა:
სანამ ცოცხალი ვარ, ჩემს კელიაში ხანძარი არ გაჩნდება, ხოლო ჩემი სიკვდილი ხანძრით გაცხადდება. მართლაც ერთ დღეს მორჩილმა პავლემ მისი კელიიდან გამომავალი დამწურის სუნი იგრძნო. როცა კარი შეაღო, დაინახა, რომ წიგნებსა და ნივთებს ცეცხლი მოსდებოდა. მამა სერაფიმეს კი ღვთისმშობლის ხატის წინ მუხმოყრილს სული უფლისთვის შეევედრებინა. ბავშვებო, ერთ საინტერესო ამბავს დავამატებ. საქართველოში, ბორჯომის ხეობაში, კერძოდ პლატოს ტყეში გახლავთ ადგილი, სადაც წმინდა სერაფიმე საროველის სახელთან დაკავშირებული სიწმინდეებია დავანებული. ვინმე ერის კაცმა, რომელმაც შემდგომში ამ ადგილზე ააგო ტაძარი, იხილა სიზმარი, სამჯერ იხილა ერთი და იგივე სიზმარი, თეთრწვერა და თეთრი სამოსით ბერი მიუთითებდა ადგილზე, სადაც მის სახელზე უნდა აეგოთ ტაძარი. როდესაც ეს სიზმარი სასულიერო პირებს მოუყვა, მათ ერთხმად განაცხადეს, რომ ეს გახლდათ წმინდა სერაფიმეს საროველი. ამის შემდეგ მიმდებარე ტერიტორიაზე გააკეთეს ჭა, რომელიც წმინდას თავის დროზე საროვის უდაბნოში თავისი ხელით ჰქონდა გაკეთებული. ასევე დაავანეს ლოდი, რომელზეც წმინდანი 1000 წლის განმავლობაში ლოცულობდა. ეს ლოდიც გახლავთ საროვის უდაბნოს ლოდის მსგავსი და ასევე ააგეს სენაკი, რომელშიც წმინდანი მოღვაწეობდა. დღესდღეობით უამრავი მომლოცველი სტუმრობს ამ ადგილს, თქვენ შეგიძლიათ მოინახულოთ, მოილოცოთ და მიიღოთ მადლი ამ ადგილიდან. ნახვამდის.